შემდეგ როცა დაინგრა ეს ტაძარი. პირველი წინასწარმეტყველება მე ამით ეს ამას რომ მოვჭდა გაუწყებს რას? 60-ში მოხდა ამბავიდან რომ დედაკაცის შთაომავლობა, დედაკაცისგან შობილი იქნება ის, ვინც გველს, ანუ სატაეშმაკს თავს გაუჭეჭყავს და საბოლოოდ დაამარცხებს. ეს იყო პირველი მინიშნება, თუმცა იუდეველებმა მთლად ბოლომდე ჯერ არ იცოდნენ. აქ კიდევ ხდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. როდესაც გაუკეთა აუფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა იგი. რას ნიშნავს ის? მაგამდე შიშვლები იყვნენ, ხო? ტყავის სამოსელი ჩააცვა ცოდვით დაცემის შემდეგ. ანუ ცხოველიც მოკლეს. პირველი სისხლი დაიღვა. დებით, ამათი სიშიშვლის შეგრძნება იყო ცოდვით დაცემის შედეგი, ხო? დაიღვა პირველი სისხლი, როგორც პირველი მსხვერპლი. აი აქედან იწყება მსხვერპლშეწირვის ისტორია. დებით, ამის მერე დაწესდა, რომ მსხვერპლი განწმენს ცოდვას. ეს იყო გახსენება იმისი, რაც მოხდა ედენის ბაღში. რადგან დაესწრნენ ცოდვით და დაკარგეს ღმერთთან პირდაპირ ეს კავშირი, სულიერი კავშირი, დაიღვა პირველი სისხლი, აი ტყავმა შემოსა მათი ეს სხეულები, რომლებიც აქამდე იყო უცოდველი და ცოდვის არ მქონე. და უწოდა ადამმა, თავის დედაკაცს რა უწოდა? ევა. აი ამ დროს უწოდა ადამმა დედაკაცს ევა და ევა ეს ქართულში და ევროპულში ევა ჭერს, მაგრამ ებრაულში ნიშნავს იქმის ხავა, რაც ნიშნავს სიცოცხლეს. ადამიანს წესით ევას უნდა ეწოდებინა სიკვდილი, ხო? ან შეწოდება, იმიტომ რომ მისგან დაეცა. მისგან ცდუნდა, მაგრამ ადამი ევას დედაკაცს უწოდებს ხავა სიცოცხლეს, რატომ? რადგან ეს იცის რომ ღმერთმა უთხრა რომ შენგან იქნება სნა. დებით, ეს ყველაფერი ჩვენ გვანიშნებს იმას რომ ადამიანმა გაიგო ღმერთმა რა უთხრა და ამიტომ თავის დედაკაცს უყურებს როგორც სიცოცხლეს და დაარქვა მას სიცოცხლე ევა ან ხავა და რადგან ის გახდა ყველა ცოდუმულის დედა. ეს ერთხელ რომ გადაიკითხო ეს წყარი ისე შეიძლება არაფერი არ მიგანიშნოს, მაგრამ ოდესაც შენ არ კონტექსტში უყურებ, შენ ხვდები რომ იმას რომ ღმერთმა რაც უთხრა ადამიანმა ის გაიგო. და აქედან დაიწყო მოლოდინი და უყურეთ ჩანს ახლა ეს მოლოდინი შემდეგი თავი უფრო მეტად ღვთაებრივია. და შეიცნო და ამ მომენტიდან გაუშვა ღმერთმა ესენი ადამის ბაღი, ედემის ბაღიდან 60 დაბადა. შეიცნო ადამმა ევა თავისი დედაკაცი და დაორსულდა ევა და შვა კაენი პირველი შვილი და თქვა კაცი შემეძინა უფლისა. ანუ ადამიანი, ხო? კაცი შემეძინა უფლისა. რატო თქვა ეს? პირველი შვილი ხსნელი. ისე გონა. ხო, იფიქრა რომ ეს პირველივე შვილი არის აღთქმული მესია. და კაცი შემეძინა უფლისაგან, უფლისაგან კაცი შვილი როგორ შეგეძინოს? ქმრისგან შეგეძინება, ხო? მაგრამ ევა ფიქრობს რომ ის პირველივე რომელიც მას გაუჩნდა უფლისგან არის. ხო, თქვი, ხო, დებით და საოცარი ამბავი ის არის რომ ებრაულ ორიგინალში ევა ამბობს ასე კაცი შემეძინა უფალი. უფლისგან კი არ ამბობს. კაცი შემეძინა იაჰვე. პირდაპირ ასე ამბობს. რადგან ის ფიქრობს რომ ეს არის ის ღვთისაგან მოსული. თვით ღმერთი ვინც უნდა უშველოს ამათ, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ მათი მდგომარეობა, ხო, გამოყრილების 60-ისგან ამ სახსტიკ პირობებში დაცემული იცით რა მეტესია? თავად იქნებოდა. ალბათ აკარჩანს, მაგრამ ალბათ რა თქმა უნდა იქნებოდა. რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ აი მაგალითად უთხრა ადამიანს არა, მაგრამ როდესაც მისი შვილი კაენს მოიშორებს უფალი, როცა თავის ძმას მოკლავს, ხო? კაენი ამბობს რომ საშინელი ასატანია ჩემი სასჯელია, იმიტომ რომ ყვედა ცოდვა იწყება კაენმა რომ აბელი მოკლა, ხო? მაგრამ უყურეთ რა წერია მე მაქვს არ მომიტანია სიტეტა, მაგრამ
თალმუდიდან არის ესეთი მიდრაშ რაბა. მიდრაში არის განმარტება, რაბინების განმარტება ბიბლიის. მიდრაშ რაბაში არის ესეთი ადგილი, რომ ერთი რაბინი ეკითხება მეორე რაბინს, რომ შენო აი ამ ცნობილ რაბინთან 22 წელი ემსახურე მასო და აი ის ხომ გვასწავლის რომ ყველა იოტას რაღაც მნიშვნელობა აქვს თალმუდშიო და რას ნიშნავსო აი ეს ადგილი? და ეს ცნობილი რაბინი პასუხობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ კაცი შემეძინა უფალი ძნელი განსამართავია. და ამიტომ შემდეგ თაობებმა დაუმატეს კაცი შემეძინა უფლისგან, უფლის დახმარებით, უფლის შემწეობით. ხდებით? თქვენ ხართ გამანდროულ თანამედროვე ბიბლიებში რომ ეს ადგილი წაიკითხოთ, წერია სხვადასხვა ინტერპრეტაცია. ჩვენთან კარგად წერია, კაცი შემეძინა უფლისაგან. ანუ ღმერთისგან შემეძინა. და ესე ჩანს რომ ევა ელოდებოდა რომ ის პირველივე შვილი მის იქნებოდა ხსნა, მესია იქნებოდა. ფაქტურად ქრისტე ეგონა თავისი პირველი შვილი ევას. მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა და კაინის სახელი განმარტება არის მონაგები. რაღაცა კარგი რო შეგეძინება და კაინს დაარქვეს ეს მონაგები უფლისაგან. მაგრამ მალევე მიხვდნენ რომ ეს არ არის. და შემდეგ შვილი დაებადათ რომელი? აბელი. და აბელი ნიშნავს ებრაულად ერთი შებერვა, აი არაფერი, ერთი ამოსულვა. ხაუხ ქართულად როგორ არის? ბატონო? ხო, აი მიხვდა რომ არაფერი არ არის, არ იქნება არც ეს მეორე, ანუ აბელის სახელი ამას ბატონო? რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენთან არაფერს არ ნიშნავს სახელები, ჩვენთან ამედროვე ადამიანებში, რომ ებრაელებში ყველა სახელი რაღაცას ნიშნავდა. დებით? შემდეგ თაობაში მათუშალა, ხო გაგიგიათ მათუშალა? მათუშალახი იყო ადამის შთაომავალი, ხო? ნოეს ბაბუა იყო მათუშალახი. მათუშალახის სახელი იმარტება ასე: ეს რომ წავა, ის მოვა. ანუ მოლოდინის ნიშნავს მის სახელში, ხდებით? ეს რომ აღარ იქნება, აი მაშინ მოვა ის. და მისი შვილი მართლაც იყო ნოე. ნოე რას ნიშნავს? ნოე ნიშნავს ხსნელს, იმედს, სასოებას. და ეგონათ რომ აი ნოე რო დაიბადა, ეს ადგილი წავიდა. როცა დაიბადა ნოე, ესე თქვა ლამექმა, ანუ მათუშალას შვილი იყო ლამექი და მათუშალახის შვილი იყო ნოე. და ლამექმა თქვა, როცა დაიბადა ნოე, უწოდა მას სახელი ნოე და ასე თქვა, ეს გვანუგეშებს ჩვენ შრომაში. და ჯაფაში მიწაზე რომელიც დაწყევდა უფალმა. დებით? ამათ ახსოვთ, ჯერ კიდე ახლოს არის ის ადამის და ევას ამბავი და ლამექი ამბობს რომ ეს იქნება, ალბათ ეს იქნება ის, რომელიც აღვიქვა უფალმა და ეს გვიხსნის მიწაზე რომელიც დაწყევდა უფალმა. დებით ეს მოლოდინი როგორ ჩანს ამ პირველი იმაში რომ მესიას უკვე ელოდებიან. რომ არ გამოგვჭეს ეს ჩვენ ეს ყველაფერი. პირველი მიტიტება რა იყო? მესიის. ძველი აღთქმა, როცა მისი შვილი უნდა ყოფილიყო. დედაკაცის შვილი, ხო? არა მამაკაცისგან, არამედ დედაკაცის უნდა ყოფილიყო. დედაკაცის phese, ანუ ყოფილი. მეორე ბატონო, მეორე იქნება ეგ, ხო? ანუ შეიძლება დიახ. ანუ იუდას ტომისგან უნდა ყოფილიყო მეფე და ლევისგან უნდა ყოფილიყო ლევი და ერთად არ შეიძლება ყოფილიყო. მაცხოვარი გაერთიანა და იურიდიულად შეიძლებოდა ეს. იმიტომ რომ მაცხოვარი არ იყო ლევიანი მღვდელი. და რატო? მაცხოვარი არ იყო ნაკურთხი რაბი. ეს ნობილია. იმ დროს როგორც დღეს, იმ დროსაც რაბინებს აკურთხებდნენ ხელდასხმით. მაგრამ იესო ქრისტე არ იყო ნაკურთხი ხელდასხმული რაბი. დებით ეს ნობილია. აი როცა ნიკოდემოსი მოდის მასთან, რა შეუბნება? ვიცით რომ შენ ღვთისაგან ხარ მოსული, რომ არავის არ შეუძლია აღასრულოს ის, რასაც შენ ასრულებ, ის სასწაულები, ის ძალა არავის არ აქვს. ანუ ქრისტე მათ აღიარეს მღვდლად ისე, რაბინად ისე, რომ არ იყო მათგან ხელდასხმული. ესა სასწაული. ანუ ქრისტე იმ ძველ მღვდლობას აუქმებს და ზეციდან მოსული მღვდელია ქრისტე. მათ ჯერ არ იციან ესეთი მღვდლობა. აი ეს არის სასწაული. მღვდელი კი იყო ახალი მღვდელმთავარი, მაგრამ არა მათნაირი.
აარონის წესის მღვდელი კი არ იყო. იყო მელქისედეკის წესის მღვდელი, რომელიც ზეციდან მოვიდა. ხედავთ, ამიტომ გაერთიანა, მან ახალი მღვდლობა მოიტანა ფაქტიურად. ძველი გაუქმდა და ახალი მოიტანა. და წინასწარმეტყველი რატომ იყო? რატომ იყო წინასწარმეტყველი ქრისტე? რომ აუცხა ყველაფერი ის, რაც მოხდებოდა შემდეგ, ხომ? ყველა წინასწარმეტყველება, ყურეთ, ჩვენ თვითონ დავაკინეთ ეს სიტყვა. წინასწარმეტყველი არ ნიშნავს, რომ წინასწარ რაღაცას ასე ლელაკაპული არ არის, ახლა ასეთი კი არა, რომ წინასწარ იტყვის რა მოხდება. განმარტებელი. წინასწარმეტყველი განმარტებელია. აი, საღვთო ჯგუფს განმარტავს ისე, როგორც უფალმა მე ეს მასწავლა. უფრო ეს არის წინასწარმეტყველი. მაგალითად, პავლე მოციქულიც ამბობს, ხო, თავის ეპისტოლეებში, რომ განაყოლას წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს ეკლესიაში აქვს. იმას რას გულისხმობს? განაყოლა განმარტებელია წინა წერილის. ზოგს ამის ნიჭი აქვს, ზოგს იმის ნიჭი აქვს. ჩვენ დავაკრინეთ ეს სიტყვა წინასწარმეტყველი რასაც ნიშნავს. შემდეგ მეორე ნიშანი. მე მთავარ ნიშნებს გეტყვით, რომ ძალიან არ დაგალოთ და დანარჩენი შემდეგ საუბრებზე გავაგრძელოთ, ხო? მეორე ნიშანი იყო რა? აბრაამი იყო წარღვლის შემდეგ ნოე დარჩა დედამიწაზე, ხო, მისი სამი შვილი, სემი, ქამი, იაფეთი და სემის შთამომავალი, ანუ ასე ვთქვათ, სემის შთამომავალი იყო აბრაამი უკვე და აბრაამი ითვლება იუდეველების მამად თავად, ხო?